მოგესალმებით ბატონო მინისტრო, მადლობა თქვენი დროისთვის. გუშინ ევროპულმა საბჭომ საქართველოში არსებული ვითარება განიხილა და ქართული ოცნების მხრიდან მზარდი რეპრესიების საპასუხო ზომებზე ისაუბრა. ევროკომისიის უმაღლესმა წარმომადგენელმა სანქციების 15-კაციანი სიაც წარადგინა, თუმცა საერთო შეთანხმება ვერ შედგა. თქვენი აზრით, რატომ ვერ შედგა შეთანხმება სანქციებთან დაკავშირებით 27 სახელმწიფოს შორის? Hi, thanks for having me. Look, first, I want to recall why we're here. მოგესალმებით, მინდა გავიხსენო რატომ ვართ აქ. საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყანაა. ჩვენ საფრანგეთი მხარს უჭერს ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს. სამწუხაროდ, რაც ბოლო თვეების და წლების განმავლობაში ვნახეთ, არის ის, რომ ქართულმა ოცნებამ გადაინაცვლა არალიბერალიზმისკენ, ოპოზიციის, სამოქალაქო საზოგადოების და არასამთავრობო ორგანიზაციების რეპრესიებისკენ. ჩვენ ვნახეთ ძალადობა და დაკავება პოლიტიკური ოპონენტების, რომლებიც იყენებდნენ თავისუფლად გამოხატვის და პროტესტის უფლებას. ჩვენ ვნახეთ არჩევნები, რომელსაც ეუთომდა ევროპარლამენტმა არასამართლიანი და სამწუხაროდ მიტაცებული უწოდა. აშკარაა, რომ როცა შენ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა ხარ, გაქვს პასუხისმგებლობა პატივის ზეკანონის უზენაესობას, სიტყვის თავისუფლებას, ფუნდამენტურ უფლებებს და უმცირესობების უფლებებს. ამიტომ ევროპულ საბჭოში საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოზე ძალიან მკაფიოდ ვთქვით, რომ არ მივიღებთ ამ გადახროვას და მზად ვიქნებით ზომების მისაღებად, როგორც ევროპულ, ასევე ეროვნულ დონეზეც, რომ დავასანქციროთ პირები, ვინც ამ კურსის გადახროვაშია პასუხისმგებელი. სამწუხაროდ ეს შეანელებს და გაყინავს ევროპულ პროცესს. ვიცი სადაა საქართველო. მოსახლეობის უმრავლესობას ევროპული გზის გაგრძელება სურს. უნდა დემოკრატიული გზის ბოლომდე გაგრძელება ევროკავშირისკენ. და ქართული ოცნების ქმედებები ამ გზას ძალიან ართულებს და ქვეყანას ევროკავშირს აშორებს. წევრ სახელმწიფოებთან ერთად ძალიან მკაფიოდ ვთქვით, რომ მაგიდაზე ყველა ვარიანტი დევს. ჩვენ ვმსჯელობთ კანდიდატის სტატუსზე, უვიზო რეჟიმსა და სანქციებზე. იმ პირების წინააღმდეგ, ვინც პასუხისმგებელია. კიდევ ერთხელ, ან 27 სახელმწიფოს, ან ეროვნულ დონეზე. But once again, either at the 27 level or also at the member state level. ბატონო მინისტრო, კაია კალასმა ქართულ ოცნებას წერილიც გაუგზავნა უვიზო რეჟიმის შეჩერებასთან დაკავშირებით. თუ საქართველოს მთავრობა ამ გზას გააგრძელებს და გააგრძელებს ადამიანის უფლებების მასიურ დარღვევას, ისინი უვიზო რეჟიმს გააუქმებენ. არსებობს თუ არა ვიზა ლიბერალიზაციის შესაჩერებლად კვალიფიციური უმრავლესობა ევროპულ საბჭოში და როგორია ამასთან დაკავშირებით თქვენი პოზიცია? You are right actually to say that visa-free regime. მართალი ხართ, როცა ამბობთ, რომ უვიზო რეჟიმს კვალიფიციური უმრავლესობა სჭირდება სანქციებისგან განსხვავებით, რისთვისაც ერთიანობაა საჭირო. დიახ, შეიძლება გქონდეთ კვალიფიციური უმრავლესობის თანხმობა ევროპულ საბჭოში ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერებასთან დაკავშირებით. პოზიციის შესასრულად ძალიან გვიანი არ არის. არ არის გვიანი წახვიდეთ სხვა მიმართულებით და გქონდეთ ინკლუზიური დიალოგი ოპოზიციასთან, რომ დასვათ ადამიანები მოლაპარაკების მაგიდასთან და იფიქროთ ახალ პროცესზე, რომელმაც შეიძლება ახალ არჩევნებამდე მიგიყვანოთ. პროცესი უნდა იყოს პატივისცემაზე დაფუძნებული, გამოხატვის თავისუფლებასა და ადამიანის უფლებების დაცვაზე დაფუძნებული და იქნება დემოკრატიული პროცესი. ამის იმედი გვაქვს. ჩვენ გვინდა, რომ საქართველოს აღადგინოს ევროპული ნარატივი და ევროპული პროცესი. სამწუხაროდ ქართული ოცნების და ხელისუფლების მიერ არჩეული კურსი ამის საპირისპიროა და საქართველოს მოსახლეობას ევროპის კარს უხურავს და ამას საქართველოს მოქალაქეები არ იმსახურებენ. Exactly against this, and it's closing the door of Europe to the Georgian population. And this is not what the Georgian population deserves. რამდენიმე წევრმა სახელმწიფომ უკვე დააწესა სანქციები იმ პირებისთვის, ვინც პასუხისმგებელია საქართველოში დემოკრატიულ უყუსლაზე. იმ შემთხვევაში, თუ უნგრეთის ორბანი და სლოვაკეთი გააგრძელებენ ივანიშვილის გუნდის სანქცირებაზე ვეტოს დადებას, განიხილავთ თუ არა ეროვნული სანქციების დაწესებას ქართული ოცნების წინააღმდეგ. მინდა დავამატო, რომ ბიძინა ივანიშვილი, რომელიც ქვეყნის არაფორმალურ მმართველად რჩება, საფრანგეთის მოქალაქეა, ფლობს აქტივებს და ქონებას საფრანგეთში. არა მხოლოდ ის, არამედ მისი პოლიტიკური პარტიის წევრებიც. განიხილავთ თუ არა მის წინააღმდეგ ტარგეტირებულ ფინანსურ სანქციებს? We've made very clear that everything is on the table. ჩვენ ძალიან მკაფიოდ ვთქვით, რომ მოლაპარაკების მაგიდაზე ყველა ვარიანტი გვაქვს, რომ ქართულ ოცნებაზე ზეწოლა მოვახდინოთ, როგორც ევროპულ დონეზე, ასევე ეროვნულ დონეზე. ამ ზომების მიღმაც დღეს სიმართლე ისაა, რომ ქართულმა ოცნებამ ეს პროცესი გაყინდა და შეიძლება მდგომარეობა გაუარესდეს კიდეც. მაგრამ დიახ, ყველა ვარიანტი გვაქვს მაგიდაზე. But yes, all options are indeed on the table. და რაც შეეხება საფრანგეთის მთავრობას, მაინტერესებს, უნდა ველოდოთ თუ არა დამატებით ზომებს? We have discussions with our partners at the European level.
both, as I said, at 27 level and also at national. ჩვენ ვსაუბრობთ ჩვენს პარტნიორებთან ამ საკითხთან დაკავშირებით. ბოლო პერიოდში მე შევხვდი სამოქალაქო საზოგადოების წევრებს, სალომე ზურაბიშვილს, ფლოქსექსის კონფერენციაზე პრაღაში, რომელსაც სოლიდარობა გამოუცხადა. ჩვენ მხარს ვუჭერთ თავისუფლებას, დემოკრატიას, კანონის უზენაესობას და ევროპულ პროცესს და ასევე გავაგრძელებთ. ბოლო პერიოდში მე მქონდა საუბარი ჩემს ბრიტანელ კოლეგასთან სტივენ დაუთისთან და ჩვენ თანამოაზრეებთან ევროპაში. ჩვენ არ გვავიწყდება ქართველი ხალხი და ძალიან ახლოდან ვაკვირდებით საქართველოში განვითარებულ პროცესებს. We are not forgetting the Georgian people. We're staying committed and we're looking very closely at what's going on right now in Georgia. ბატონო მინისტრო, დეკემბერში პრეზიდენტ მაკრონსა და ბიძინა ივანიშვილს შორის შედგა სატელეფონო საუბარი. შემდეგ ისინი შეთანხმდნენ, რომ ერთ თვეში კიდევ ერთი სატელეფონო კომუნიკაცია შედგებოდა. მაინტერესებს, იყო თუ არა ამის შემდეგ კიდევ ერთი ზარი და რა გზავნილები გადასცა პრეზიდენტმა მაკრონმა ბიძინა ივანიშვილს. So President Macron cares deeply about Georgia. პრეზიდენტ მაკრონს საქართველოს ძალიან ადარდებს, ამიტომაც ჰქონდა მას სატელეფონო ზარი ბიძინა ივანიშვილთან. პრეზიდენტმა გადასცა ის მესიჯი, რასაც მე ახლა გეუბნებით. ჩვენ უარყოფთ და ვგმობთ რეპრესიებს, ჩვენ გვინდა გაიხსნას ინკლუზიური პროცესი და ჩვენ გვინდა პატივისცემაზე დაფუძნებული მშვიდობიანი დიალოგი პოლიტიკურ ძალებს შორის, რამაც შეიძლება ახალ არჩევნებამდე მიგიყვანოთ. ამ მესიჯის გავრცელება ჩვენ სხვადასხვა არხების მეშვეობით და დიპლომატიური არხების მეშვეობით გავაგრძელებთ. ჩვენ გვაქვს საელჩო და გვყავს ელჩი საქართველოში. საქართველოს კანდიდატის სტატუსის მატარებელი ქვეყანაა და ეს გულისხმობს პასუხისმგებლობას და ვალდებულებას დაიცვას კანონის უზენაესობა, სასამართლო, მედია და ოპოზიციის თავისუფლება. Independent judiciary, the media or freedom of the opposition. დავაკონკრეტოთ, როგორც მივხვდი, მაკრონსა და ივანიშვილს შორის კიდევ ერთი ზარი არ ყოფილა, ხომ? No, that was არა, პრეზიდენტ მაკრონს და ივანიშვილს შორის მხოლოდ ერთი სატელეფონო საუბარი იყო. the context in ბატონო მინისტრო, საქართველოს შესახებ თქვენ ბოლო ორ განცხადებაში ახსენეთ ავტორიტარიზმი. ვციტირებ: ავტორიტარული სისტემისკენ სწრაფი ტრანსფორმაცია, საქართველოს ხელისუფლების ავტორიტარული და ანტიევროპული კურსი. რა მოვლენებმა მიგიყვანათ ამ განცხადების გაკეთებამდე, რადგან ევროპელი ლიდერები ძირითადად ამ ტერმინს პუტინის და სხვა ავტორიტარი დიქტატორების წინააღმდეგ იყენებენ? Well, I would tell you very simply when you see ძალიან მარტივად გეტყვით, როცა შენ ხედავ პოლიტიკური ოპონენტების და უბრალო დემონსტრანტების შევიწროებას, თავდასხმას და დაპატიმრებას, მხოლოდ იმიტომ, რომ აზრს გამოხატავენ, ცდილობენ ჰქონდეთ პროტესტის და გამოხატვის თავისუფლება, მაშინ შენ არადემოკრატიულ გზაზე დგეხარ. ეს გვადარდებს ყველაზე მეტად. ამას ვხედავთ ქართული ოცნებისგან. ეს არის რუსეთის ჩარევის გამოხატულება. ვიცით, რომ რუსეთი ხალხის პროდემოკრატიული და პროევროპული მისწრაფებების გადახედვას ცდილობს. ეს მხარეების არჩევას არ ნიშნავს. კითხვა შემდეგნაირად მდგომარეობს: რა უნდა ქართულ ხალხს? the question is, what do the people of Georgia ბატონო მინისტრო, რომ არა რუსეთის პირდაპირი ბრძანება, ელოდით თუ არა დემოკრატიიდან ავტორიტარული სისტემისკენ ასეთ სწრაფ ტრანსფორმაციას და ხედავთ თუ არა ამაში რუსეთის კვალსან გავლენას? I think it is clear that Russia has an agenda to destabilize Europe. აშკარაა, რომ რუსეთის დღის წესრიგია ევროპის და დასავლური დემოკრატიის დესტაბილიზაცია. რუსულ ჩარეებს ჩვენ ყველგან ვხედავთ. კიბერთავდასხმებს საფრანგეთში, დეზინფორმაციას, რამდენიმე თვის წინ მოლდოვასა და რუმინეთში ვიყავი. ვხედავდით, როგორ გამოიყენება სოციალური მედია რუსეთის ინტერესების გატარების ინსტრუმენტად, კონსპირაციული თეორიებისთვის, ანტიდემოკრატიული ნარატივებისთვის. მიამიტები არ უნდა ვიყოთ. რა არის პუტინის რეჟიმის დღის წესრიგი? კიდევ ერთხელ, სხვა გზის ასარჩევად გვიანი არ არის. არ არის გვიანი განაახლოთ დიალოგი ევროპასთან, ოპოზიციასთან და აირჩიოთ გზა, რომელიც კანონის უზენაესობასთან და დემოკრატიასთან იქნება შესაბამისობაში. ჩვენ გვინდა დემოკრატიული და ევროპული საქართველო ვნახოთ. გვიანი არ არის, თუმცა ჩვენ გვაქვს რეაგირების ინსტრუმენტები, წნეხის გასაზრდელად და ძალიან ახლოდან ვაკვირდებით პროცესებს საქართველოში. To react and to put even more pressure. მადლობა ამ ექსკლუზიური ინტერვიუსთვის და თქვენი დროისთვის.